დარღვევები არის მრავალფეროვანი, ძირითადად სამი ჯგუფის, მაგრამ ამ დარღვევებს ჭირდება აუცილებლად შესწავლა. არის დარღვევები, რომელიც პირდაპირ სახეზე დებს, პირდაპირ დებს თვალწინ, რომლებსაც მტკიცებულება ფაქტიურად, აი რომის მტკიცებულებას პირდაპირ ყველა თითოეული მოქალაქე უდებს თვალწინ. მე ვამბობ, რომ ამ დარღვევებს ვერავინ ვერ დამალავს. და თუ გრებავს, იმიტომ რომ რეალურად არის საკითხი უკვე მიყვანილი იქამდე, რომ ამას აბსოლუტურად ვეთანხმებით ბატონ ბიძინას, რომ ამას უკვე სხვანაირი შესწავლა ჭირდება, მაგრამ მე არა ვარ პროკურორი, მე ვარ დეპუტატი. ერთი ჯგუფი დარღვევების არის ის, რომ არის არაკომპეტენტურობაც, რომელიც აცხადებს ტენდერს, უკვე როდესაც ტენდერს ვიღაცა იგებს და იწყებს, ესე იგი, სამუშაოების შესრულებას, მე აღმოაჩენე, რომ თურმე განაცხადი არ ყოფილა სწორი და მე ამ ტენდერის მომგებს ან აიძულებენ, რომ ეს სამუშაოები შეასრულოს, ან მეორე მხარე, ესე იგი, დარღვევებზე, ფაქტიურად დარღვევებით შესრულებულ არასრულყოფილ სამუშაოს იბარებს, რაც სახელმწიფოს ძალიან ძვირი უჯდება. და მე სამუშაოები თავიდან ხდება გასაკეთებელი. მეორე არის ეგრეთ წოდებული გარიგებითი ტენდერები, როდესაც წინასწარ მხარეები რიგდებიან ეგრეთ წოდებულ ატკადზე, მე მაქვს ეჭვი რომ ატკადზე, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანმა ჩაიბაროს სამუშაო, რომელიც ასკარად ჩანს, რომ არასრულყოფილად არის შესრულებული და ესეთი არის თუნდაც ჩვენი რუსთაველის გამზირი, თუნდაც ნებისმიერი მაგისტრალური გზები, რომელიც დაგებულია, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სახაზავით გაზომოს, რომ ყველა ნორმები დარღვეულია, დაწყებული გზების სიგანით, დამთავრებული ჭების სიღრმეებით, ჩავარდნით და ამოწევით, ამაზე იმიტომ რომ მანქანები არ ხდება ძალიან ბევრი ავარიული სიტუაციები და ქალაქის გამტარუნარიანობასაც, როდესაც მანქანას უწევს, ნაკადს უწევს, შემოხუჭებს, იმიტომ რომ გზა არის სულად დაგებული, ესეც ფაქტია და სახეზნებს. ანუ ვიღაცამ, რომელმაც მიღება ჩაბარების ოქმზე ხელი მოაწერა, ის ადამიანი არის თუ არა პასუხისმგებელი იმაზე, ან გამისაბუთოს, რომ იმან ატკატით არ მიიღო ფული თუ არა და ვერ გავიგე სახელმწიფომ ფული რატო და რატომ მოუწერა ხელი დარღვეულ, ანუ არასრულყოფილად შესრულებულ სამუშაოზე. ეს არის მეორე თემა და მესამე არის საბოტაჟები ეგრეთ წოდებული. კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მოიგო რამდენიმე ტენდერი, მერე მოითხოვა გადავადებები, გადმოვადებები ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მერე როგორ ხდებიან ეს კომპანიები ზოგი თეთრსიაში, ზოგი შავსიაში და მერე ისევ თეთრსიაში, აი ეს ყველაფერი არის შესასწავლი და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა კონკრეტული პასუხი. ეხლა ხელშეკრულებაში რა წერია, რა პირობები იყო, მე ყველა ამ ხელშეკრულებას ვერ წავიკითხავ. შესაბამისად, თან თუ არა სადღაც რაღაცა მსგავსი დარღვევა, უნდა ყველა კონკრეტული ხელშეკრულება უნდა იყოს შესწავლილი, ვინ დაარღვე, რომელმა მხარემ დაარღვე, ხელი რატო მოაწერა, ესეთ სამუშაო რატო ჩაიბარა, მე ვფიქრობ, ეს უკვე პროკურატურის საქმეა, ეს უკვე სახელმწიფო სტრუქტურების საქმეა, ვინც ეს დავალებები გასცა და ეს უკვე ეგრეთ წოდებული შეიძლება ზოგიერთი საკითხი გენინსპექციებმა შეისწავლოს თვითონ სტრუქტურის შიგნით, სისტემის შიგნით, როგორ მოხდა ტენდერების გაცხადება, მიღება, ჩაბარება და ასე შემდეგ. ანუ ეს არის თემა, რომელიც სწორედაც სამძელოა და რომელზეც სწორედ გადაწყვეტილება მისაღებია. ეხლა ალბათ ამ ეტაპზე მოხდება ნელა-ნელა უკვე ამ თემების უკვე განხილვა. თითებზე ჩამოსასვლელია ტენდერები, რომლებიც კარგად არის შესრულებული, მეტწილად არის დარღვევები. სამწუხაროდ მე ჯერ არ ვიცი ჯერ 2013 წლის, 2014 წლის ტენდერები, იმიტომ რომ მათ ჯერჯერობით მოქმედების ვადაშია ეს ტენდერები. სპეციალურად მე შევისწავლე 2012-2014 წელი, რომ არავის არ ეთქვა, რომ აი ეს პოლიტიკური ნიშნით ხდება, მაგრამ წარმომიდგენია 2012 წლამდე ტენდერებში რამდენი დარღვევა იქნება. მაშინ, როდესაც ბიძები ერთმანეთს პირდაპირ მიყიდვის წესით იყო, ესე იგი, რო ითქვან ტენდერებზე, ტენდერების გადაცემა ფაქტიურად, ეგრეთ წოდებული ატკატები 10-დან 20%-მდე მე რატო ვთქვი, იმიტომ რომ გააჩნია თვითონ ტენდერის ღირებულება რა ფარგლებში იძლეოდა ფულის ატკატის შესაძლებლობას და მე მაქვს სრული არა მარტო ეჭვი შემიძლია მაგ ნებისმიერ კომისიაში ჩავჯდე, პირდაპირ გავყვე და თვითონ დავანახო ხარვეზები, რომელ სამუშაოებზეც ვიღაცას ხელი აქვს მოწერილი და ჩაბარებული აქვს მიღება ჩაბარების აქტი. დაწყებული სკოლების რემონტით და სახელმწიფო ნაგებობების დამთავრებული იმ გზებით, რომელზეც მე მოგახსენე. თუ ვინმე ვერ პოულობს ხარვეს, მე დავანახებ დიდი